მოგესალმებით. დღეს მინდა რამდენიმე წუთით ვისაუბრო თემა fake სუნამოებზე და ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა ხან რომელი ქვეყანაში იქნება. ბევრს გონია რომ საზღვაო არ გარეთ ახლა საქართველოს გარეთ უფრო დალაგებული სიტუაცია fake-ების მხრივ, თუმცა რაღაც მგონია რომ უკეთესობა არანაირად არ არის. შეიძლება უარესიც კი იყოს. და მოკლედ ამ თემას არ შევეხოთ ახლა ესე დეტალურად. შეიძლება მე ამაზე ცალკე ვიდეოს ჩაწერაც, რატომ არის ანუ ჩემი გამოცდილებიდან ახლა ევროპა შემიძლია მოვიყვანო კონკრეტულად გერმანია მაგალითად, მაგრამ ეხლა სხვა რაღაცას უნდა გავუსვა ხაზი. ანუ ეს ორი სუნამოც იმიტომ დავდე ახლა ამათზე არ მიწევს ლაპარაკი დიდი დოზით. უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე გაყალბებადი სუნამოებია, ასე ვთქვათ, ერბა პურა და ავენტუსი, არის ასევე ლოსტ შერიც, ბაკარა რუჟი მაქვს პრინციპში, მაგრამ ახლა აღარ მოვიტან. და იყოს ეს ორი საკმარისი, ახლა არ მინდა რომ დეტალებზე ვისაუბრო ზუსტად, ეს გამოიყურება, ეს გამოიყურება და მაშინ არის ორიგინალი თუ არა. უბრალოდ მაინტერესებს ახლა პასუხს ვერავინ ვერ გამცემს სავარაუდოდ, მაგრამ არის ძალიან ესეთი გულუბრყვილო დამოკიდებულება, გონიათ რომ რაღაც ერთი დეტალით შეუძლიათ გაიგონ ფეიკია თუ არ არის ფეიკი სუნამო და ეს არის ჩემი აზრით პროფესიონალიზმს ვერ დავარქმევ. უცოდინრობა უფროა, არსებობს რაღაც ჯგუფები, არა მარტო საქართველოში, რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცამ რაღაც რჩევა მოგცეს, ამ ჯგუფებს მივესალმები მაშინ, როდესაც ანუ ეტყობა სუნამოს რომ 100%-იანი ფეიკია და შეიძლება მაგ დროს რა თქმა უნდა უთხრა რომ ფეიკია და არ არის ორიგინალი, მაგრამ აი როდესაც ამბობს ადამიანი რომ ეს სუნამო ორიგინალია სურათების მიხედვით, რომ უმტკიცებ პოტენციურ მყიდველს, ეს არის უბრალოდ ტყუილი ან შენი უცოდინრება, როგორც რა ვიცი, თავს არქმევენ ხოლმე რაღაც ექსპერტებს, პროფესიონალებს, ანუ ფიზიკურად ვერ იტყვი რომ სუნამო არის ორიგინალი მხოლოდ სურათებით. თუ არის რა თქმა უნდა ახლა რაიმე პარფიუმერულ ქსელში ნაყიდი, არ ვიცი დუგლასი იქნება, მიულერი იქნება, თბილისში ულევუ იქნება, ისიპარი იქნება, შეფუთულია და ადამიანი გეუბნებათ ვიყიდე ეს სუნამო დუგლასში ამ ჩამოთვლილ მაღაზიებში და არსებობს რა თქმა უნდა მათობით და ასეულობით მაღაზიები, სადაც ორიგინალები იყიდება და სახში მოვიტანე და მაინტერესებს ორიგინალია თუ არა ორიგინალი, რა თქმა უნდა ის არის ორიგინალი და აქ შეგვიძლია უთხრათ რომ ორიგინალია. დანარჩენი ახლა მეც რომ მყიდდე, ხო? ადამიანს თუ არ ენდობი, ჩემი სიტყვისაც არ უნდა გჯეროდეთ. ახლა ასე ხალხი გამოდის, იტყუება, მოკლედ ხდება ძალიან აი უზომო რაოდენობის პოსტები, სადაც ორიგინალები ვითომ ორიგინალები უდევთ და აშკარად ეტყობა რომ იტყუებიან და წარმოიდგინეთ რამდენი იქნება, სადაც მართლა რთულია და კარგი ხარისხის, ანუ კარგად გაყალბებული ფეიკები უდევთ, ასე ვთქვათ, და რამდენი იყიდება არარეალურ ფასებში. ეს თემა ცოტა არ იყოს ცუდად ხდება ხოლმე თვალშიც და ყურშიც და ძალიან ბევრი ტყუდება, მე ძალიან ბევრი პოსტები ხდება, ამ ბოლო დროს ცოტა ჩართული ვარ საქართველოს პარფიუმერულ ბაზარში, ასე ვთქვათ, რაღაც პატარა ჯგუფი მაქვს და სხვა ჯგუფებსაც ვადევნებ ხოლმე თვალყურს და არ ვიცი, აი 10-დან 8 ალბათ ფეიკი იყიდება, 1-2 გამოხდება ხოლმე ორიგინალიც, თუმცა რამდენი აი რო ვთქვი რომ პატარა ჯგუფი მომხდეთ კი იქიდან რომ შემოდის მაგალითად ბევრი ხალხი არ მყავს ჯგუფში და შემოდიან ხოლმე 4-5 კაცი რო წაემატება, იქიდან 3 ფეიქს ყიდის, 1 არაფერს არ ყიდის და 2-მა შეიძლება რაღაც ორიგინალის მსგავსი. ხა 100%-იანი არასდროს არ არის, რომ ისიც ორიგინალს ყიდის, მაგრამ თვალსაჩინოდ ესე ფეიკი ყოველ შემთხვევაში ვერ გამოიჭერო, თქვა რომ კი არის ფეიკი, ასე ვერ იტყვი. სამწუხაროა ესეთი მიდგომა, ბევრი ვერ ვიტყვი, ახლა ადამიანი რომ ამტკიცებს ორიგინალია, ახლა იმ დღეს ბაკარა რუჟის რაღაც ისინი შემხვდა, ერთ-ერთი არ ვიცი სახელი აღარ მახსოვს და არც აქვს დიდი მნიშვნელობა, ყიდდა და ორიგინალია, რა თქმა უნდა 100%-ით, სადაც გინდათ გადაამოწმეთ წერს, აი არ ვიცი, ახლა ეგ თუ არ იტყუება და 100-ია დარწმუნებული, საიდან არის დარწმუნებული ვერ ხვდები, მაგრამ ფაქტია რომ მე მგონია რომ 90% ეგ არის ტყუილი უბრალოდ, იმიტომ რომ კარგად ჟღერს და მაშინ ალბათ იყიდის
ვინმე. სუნი ალბათ გაოს რაღაცით და მოკლედ გაურკვეველი ადამიანი, სადაც მათ მოტყუდება, სუნშიც მოტყუდება და იხდის ორიგინალზე ნაკლებ-ფას არ იხდიდა ყოველ შემთხვევაში, რაღაც 800-900 ლარად თავაზობდა 15 ლარიან სუნამოს, ასე ვთქვათ. 5-10 ევროები გრის ეგეთი ფეიკები გერმანიაში. და მოკლედ არ ვიცი რა, სასწაული ალბათ ვიღაც იყიდა, მაგრამ ახლა ასე ყველას მოსამართლეები და ვერ იქნები ადამიანი, ერთი ორს დაუკომენტარებ, მე ახლიდან დებენ ამ პოსტებს, ადმინები ძალიან ცუდად უყურებენ, ანუ საერთოდ არ აკონტროლებენ. თავარია, ჯგუფები იზრდება და რასაც ვამბობ, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, არის არანაკლები გერმანიაში და გერმანიაშიც კი არ ვიცი, სულ მე ყოველ შემთხვევაში სხვა არ ვიცი, 6-7 წელია უკვე ამ სფეროში ასე ვთქვათ აქტიურად ვარ ჩართული და მაქსიმუმ 2 ჯგუფი რაც მე ვიცი და შეიძლება არ ვიცი, სულ ვეძებ ჯგუფებს და ალბათ ერთი ჯგუფი შეიძლება იყოს დაუშვათ თეორიულად რომ არსებობდეს ისეთი რაც მე არ ვიცი, სადაც რაიმე ზომებს მიიღებს ადმინი და დაბლოკავს და ებრძვის ფეიკებს, მოკლედ ზოგან ტრაქტორები იყიდება, ზოგან რაღაცებს დებენ იქ შარულებს ყიდიან, ეს რანაირი პარფიუმერული ჯგუფებია ვერ ხვდები, ზოგი ველოსიპედს ყიდის, ზოგი iPhone-ს ყიდის, ყველაფერი იპოსტება, არ ვიცი, მოკლედ და რა უნდა ვთქვა ახლა, აი ამ სუნამოებიდან, რა თქმა უნდა, ახლა ესენი არა ხართ ვალდებულებით ამიჭეროთ, მაგრამ ვამბობ რომ ორიგინალები არ ყიდი ამ სუნამებს, უბრალოდ არის ნიმუშად, ასე ვთქვათ. და აი ახლა რომ დავდო ეს და ვთქვა რომ იყიდება კრიდ ავენტუსი ორიგინალი ევროპიდან ჩამოტანილიც არაფერს არ ნიშნავს, ახლა ევროპიდან იმდენ ფეიკის გამოვაგზავნი რომ ვერ დაითვლით და გავხდები საკმაოდ მდიდარი ადამიანი ყველაფერს თუ გავყიდი, მაგრამ რაღაც უნდა ადამიანს ალღოც უნდა გქონდეს და ალბათ არ უნდა იყიდო ყველაფერი ადამიანმა, რაც კარგი ფასი იღირს, უნდა გაერკვე, შეხვდე ალბათ და გაესაუბრო, რაღაც ეტყობათ მგონი ესე რომ იტყუებიან ხოლმე, შუბლზე აწერიათ და მოკლედ რაღაცნაირად არ ვიცი. რჩევა ყოველთვის უნდა იკითხო ადამიანმა, როდესაც ვერ ერკვევი დიდად და არ ხარ დიდი ხანი ჩახედული და უბრალოდ ფულის გადაყრა ცოდოა ამ საქმეში, ახლა როდესაც მართლა 30 ლარიან სუნამოში 1000 ლარს იხდი, რა ვიცი. ვისაც არ აინტერესებს კი ბატონო, მაგრამ მაშინ მიგირჩევნიათ მიხვიდეთ და მაღაზიაში გადაიხადოთ 1500 და დარწმუნებულები მაინც იქნებით, რომ ორიგინალს ყიდულობთ. ანუ გარეგნულად ზოგი კარგად აყალბებს, ზოგი ეგრევე როგორც თქვი, ანუ შეიძლება ეგრევე ეტყობოდეს, აი მაგალითად ქსერჯობს. ეს აქვს აი ზედა მხარე კუთხეში 4 კუთხედი, აი ესე მოხრილი აქვს 4 კუთხედად რაღაცნაირად და არიან მრგვალებია ესე, ის რა თქმა უნდა ფეიკია, გვაქვს ასევე აი ეს ბეჭედს ვეძახით ხოლმე, ხა ქართულად უფრო არ გამოდის, ეს მრგვალი კალიცორაც არის, ასე ვთქვათ, რუსული სიტყვა რო ავიღოთ, ბეჭედს ნაკლებად გავს. მოკლედ აი ეს თხელი აქვს და არა ორიგინალს აქვს სქელი, თუმცა აი ეს რო ორიგინალი ფლაკონია, შემიძლია ესეც მე არ შემიძლია, ხარ არ ვიცი უსად როგორ ხდება, მაგრამ რომ მოვინდომო სავარაუდოდ ამას გავყიდი, ავავსებ არა ორიგინალით და ვიღაცას გაუხარდება, ფლაკონს დადებს, კი ორიგინალია ეტყვიან, ბაჩკოდი შეამოწმეთ, ჯერ ერთი ეს რაღაც უაზრობა ამ ბაჩკოდის შემოწმება, ორიგინალების ბეჭკოდებიც კი აღარ მოწმება უკვე ბევრი სუნამოს, თუნდაც ვიდიანი ავიღოთ, თუნდაც იქ რა ვიცი, ბევრი პანადორა, არის ბევრი სუნამოები, მონტალი, რომელიც ორიგინალი მაღაზიაში ნაყიდები არ მოწმდება, პარფიუმს დემალი, შემოვიდა ძალიან ბევრი ნაცრისფერი ბაზარი ქვია, ყოველ შემთხვევაში ქართულად არ ვიცი, შავი ბაზარი ვთქვათ, ალბათ ქართულად ეგრე უფრო შეესაბამება. ძალიან ბევრი ორიგინალების სუნამოები შემოვიდა გაყიდვაში, ეს სელერები ყიდიან, სადაც ბეჭკოდებს საერთოდ აჭრიან. ახლა ბეჭკოდი რო არ აქვს, არ ნიშნავს რომ არა ორიგინალი, მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორია, ბევრი ნიუანსია, რომელშიც ადამიანი უნდა ერკვეოდეს. შეიძლება ახლა ვიღაცამ ბეჭკოდის არ ქონის გამო ორიგინალი დაიწუნოს და შეიძინოს ფეიკი, რომელიც ბეჭკოდი აქვს და check fresh-ზე, რა ვიცი, 1-2 წლის იმას აჩვენებს. წლოვანებას, ასე ვთქვათ, და სიძველეს. გარეგნულად, ანუ როგორც ვამბობ, შემიძლია ორიგინალი სუნამო ავიღო, დავცალო, ავავსო ფეიკით და გავყიდო და ეს არ ნიშნავს, რომ ორიგინალია, ხო ეს სუნამო. ბევრი მაგით ტყუდება. მერე ილანძღებიან, შენ რა იცი, რაღაც მოკლედ
რაღაც ისე არ მინდა რომ წარმოვაჩინო ეს თემა რომ რაღაცა რამეს წუწუნებ, მაგრამ ცოტა არ იყოს საგანგაშო სიტუაცია. ფულის არ აქვს თუნდაც ადამიანი ხომ მდიდარია თუ ღარიბი, ასეთი გადასაყრელი ფული არავის არ უნდა კონდეს ჩემი აზრით. ამდენი ტყუილები და ერთი ამბები ცოტა არ იყოს უსიამოვნოა ყოველ შემთხვევაში. მე ადრე ძალიან ახლა სანამ არ ვიყავი ჩახედული, მეც მიყიდია ბაკარა რუჟიც მქონია ფეიკი სახლში, ვერ მივხვდა რო არ მოკლედ იქ ბარა უნდა მიყიდია ფეიკი, ხალხს ესე ბრმად რო ვენდობოდი. იმის მერე ჭკუა ვისწავლე და აი ბოლოს უკვე 3-4 წელი გავიდა. ერთი ბოლო იყო ლოსჯერი ვიყიდე ფეიკი და იმის მერე ის ფულიც უკან დავიბრუნე, მოკლედ დიდი წვალებით და დიდი ჩხუბის და დავიდარების შემდეგ სუნამო რა თქმა უნდა, არ ვიცი სად არის, წაიღეს, მოკლედ გამოკლებებზე და რა თქმა უნდა მაგას უკან არავინ დააბრუნებს, ნაგავს. თუმცა ფლაკონი იყო იქაც ორიგინალი და მაგით მოვტყუდი და ბრმად ვენდე. ამიტომ ნუ რა ვიცი უნდა დაუჯერებთ, ეს მინდოდა უბრალოდ ეს აზრი ჩამედო ამ ვიდეოში, ასე ადვილად არ არის, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა მე ვიქნები თუ სხვა. არ უნდა ენდოთ ესე, თუ ადამიანთან არ გაქვთ უკვე გამოცდილება, რაღაც ცოტა არ იყოს რთულია დაწყება, შეძენა და რაღაცები, მოკლედ ჯობია ვინმე გამოცდილს კითხოთ ხოლმე აზრი და ჩემი პრინციპია საერთოდ რომ თუ ადამიანს არ ვიცნო, მირჩევნია არ ვიყიდო, ანუ არასდროს არ ვყიდულობ. ანუ 99% ვთქვათ რა, იმ 1%-ს ძალიან მე გამოძიებას ვაწარმოებ, ვინ იცნობს იმას ჩემს გარდა, როგორი გამოცდილება აქვს, როგორი სიჩქარით აგზავნის პაკეტებს და ასე შემდეგ, ვისაც უკვე გამოცდილება აქვს იმ ადამიანთან, მივიწერ, გამოვკითხავ, თუ კმაყოფილები არიან, კი ბატონო. მოკლედ, რა ვიცი, მგონი საკმარისად ვილაპარაკე და იმედია ამ რჩევებს გამოიყენებთ ან გამოგადგებათ და შეგეძინოთ ორიგინალის სუნამოები და ფეიქს უფრთხილდით მაინც გადაყრილი ფულია და საკმაოდ უსიამოვნო არომატები აქვთ ჩვენში რო დარჩეს, ჯანმრთელობას რომ აღარ შევეხოთ. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.